დედა უკვე 12 წელია ვაჟთან ერთად იტანჯება. მას მერაბის ხელში აყვანა უწევს, რადგან დამოუკიდებლად ის ნაბიჯსაც ვერ დგამს. ბიჭს დაბადებიდან თავის ტვინის დაზიანება აქვს. ექიმები ეუბნებოდნენ მშობლებს, რომ ის ვერ გადარჩებოდა, მაგრამ საშინელი პროგნოზების მიუხედავად ბავშვი გადარჩა და ეს ნამდვილი სასწაულია უფლისგან. მეგობრებო, ბიჭს თურქეთში რეაბილიტაცია სჭირდება. ეს ძვირადღირებული მკურნალობაა. ოჯახმა $13,000 უნდა შეაგროვოს, მაგრამ სად იშოვონ ასეთი თანხა? მშობლების მთელი ბიუჯეტი ვაჟის ჯანმრთელობისა და მომავლისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გაიგია. შეძლებს თუ არა მერაბი დახმარების გარეშე გადადგას პირველი ნაბიჯები, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს სიკეთესა და გულმოწყალებას. ჩემ მშობლებს არ აქვს საშუალება, რომ გადამიყვანონ თურქეთში მკურნალობაზე. მე ვთხოვ ყველა კეთილ ადამიანს, რომ დამეხმაროს. თქვენი გვერდში დგომა ჭირდება. მე მინდა ფეხზე გავიარო და როგორც სხვა ბავშვები დადიან, ისე ვიარო მეც. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.